საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. ეს რა კარგი იქნებოდა სკოლა სულად საათზე რო იწყებოდეს. არც მე დავიწვევოდი ბავშვების გაღვიძების საცოდაობით და არც პირს დავიწვავდი ყოველდღიურად ქაფქაფაყავით. ხო, გაიქნებოდა. ის რა სპექტაკლს დგამენ ამისთანაც გაკვეთილებიდან რო ათავისუფლებენ. ან ჩემ დროს რატო არ იყო ეგეთი რამეები? როგორ არ იყო? მეთქობა შენ არ მონაწილეობდი. ნინა არის, თავარია მანანა არ იქნება და სხვა ყველა წარმავალია. კარგია რომ სახში ხარ. გამარჯობა თქვენი? კიდე ეს სახშიო? ბავშვები ეყოლება სკოლაში წაყვანილი. შეხები ამას რა ისე 2 მეტრიანი კაცი განსხვავებული ცობს ყავს. აჯიქი და ალავერც გადმოვა. ვიჯო, როგორ აფსუს როგორ წლება გული ერთი მე რომ მიყვარს ისე როგორ ჩაგიხუტე რა. ყველაფერი წინაა ჩემ. ირ არის, მაგრამ ეხა როცა გვერდზე ყავს კაცი, მაშინ სულ სხვა რამეა. რა ხდება? ბინა გავყიდეთ. აუ, ნუ იცი, შენ ესეთი აბდაუბდა ლაპარაკი რა. მოკლედ ბავშვი აპირებს ჩამოსვლას და თქვენთან ერთად მინდა ვიცხოვრო. არა, ერთად კი არა, ახლო რა, სადმე. ენაცვალოს დედამ. არ დაიწყო ეხა ტერილი. მოკლედ ზაზუში, დუპლექსი ვიყიდე ვერაზე ძმაო. ჩემი ზმაკაცი სახლობელი აშენებდა. რაღაცებში გაეჭედა და მოკლედ იაფად ვიყიდე რა. ან მაგარია. და ამის კლიენტიც ეგრევე გამომიჩნდა ამ ბინის. კაი, მაგრამ რაღაცნაირად გული წდება მაინც. მაიმე, შენ ჩემი არის. 2 დღეა სულ ტირი. გადადადი. მაგრამ არა უშავს. ხან ჩვენ მოვალთ, ხან თქვენ მოხვალთ. კარგი ხალხი არ დავიკარგებით ძმაო. გამორიცხული. შენი ჭირი მემე. ჯერ არ გემშვიდობებით, ხო? რა დროს დამშვიდობება ეს დღეები ჯერ აქ ვართ. ერთ თალებას კიდე მოვასწრებთ. აუცილებლად. ოპა. ვაი, მოვიდნენ უკვე. მიდი. ამ დილაუთენი აქ რა გინდა? სოსკო სკოლაშია უკვე. ვიცი. შენთან მოვიდა. მე არ დაიპატეჟებე ხარ გუგან. დასო შემომიშვირა რაღაც მინდა რომ გითხრა. ავისიმები არ გქონდეს, ხო? არა გუგა და ძალიან მეჩქარება ზუსტად 5 წუთი გაქვს რა დროზე მითხარი რა გინდა და წარ. ვინც ამ დილაუთენია სად გეჩქარება? მე მგონი ეს შენი საქმე აღარ არის გუგა. აი ხო მართალი ხარ. არაფერი ზოსკოზე მინდა რომ გელაპარაკო. რა უნდა მელაპარაკო, კარგად არის. მე ვიცი რომ კარგად არის. მინდა რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. კიდე რა გინდა გუგა? კიდე მინდა რომ გუდაურში ავიდეთ და სრიალით შევხვდეთ ახალ წელს. ხო იცი გიждდება სრიალზე. და მე აქ ახალ წელს მარტო ვიყო? დასო. მოდი ნუ იქნებით ეგოისტები, ხო? აჯობებს ის გავაკეთოთ, რაც მისთვის უკეთესია. მე მეუბნები შენ მაგას? მე ვიქცევი გუგა ეგოისტურად კიდე? ან შენ რა იცი საერთოდ ბავშვისთვის რა არის უკეთესი და რა არა? ან რა უნდა საერთოდ იცი? მოდი ვკითხავ, კაი? თუ მეტყვის რომ სახლში ყოფნა მირჩევნიო, შევეშვები მე. კაი, ოღონდ ერთხელ კითხა. გასაგებია? კაი, ხო, ერთხელ ვკითხავ. შეუარე მაშინ სკოლაში და იკითხა. და პასუხისათქმელად აქ ნუღა მოხალ გეხვეწები. შეგიძლია დამირეკო. ან მომწერო საერთოდ. წავედი ხე მეჩქარება რა კარი იქითაა. პირდაპირ და მარჯვნივ.
აი ესე პირდაპირ გითხრა რომ ახალი არქიტექტორი უნდა მოვიყვანო? არა. ყავა რო შეუტანე იმ ტიპს ტელეფონზე ელაპარაკებოდა და უთხრა ჩვენთან გადმოდი კარგ პირობებს შემოგთავაზებთ. კარგი პირობები თუ აქვს, მაგ მამაცხონებულს მე რატო არ მთავაზობს? რა უმერე იმან? რა ვიცი, ზურას ლაპარაკი მესმოდა მარტო. ანუ 100%-ით გადმოყავს. პროცენტები საიდან უნდა შემეტყო? შენ კი უნდა ატყობდე ლიზა უკვე რა. ანუ დიდი ხანია ვიცნობთ ზურას. მაინც ვერ ხვდები რა თუნდა ამდენი ხალხი ამ ოფისში რა. იცი რა ეთყობა ფირმის გაფართოებას გეგმავს. ვერ ხედავ რამდენი შეკვეთა გვაქვს, მაკა და ვანო სულ ობიექტებზე არიან. მე კი ჩამომაშორეს ყველაფერს და ირბინონ ახლა ამ ობიექტებზე რა ვქნა. ეგეც არის. ყავა დავლევ. საქმე მე არ მაქვს და ყავას მაინც დავლევ. საქსოვი მაინც წამომეღო. მოგსოვდი. Მოდი ხარ? ხო, დავბრუნდები, მაგრამ რამე გინდოდა? არა, იმ თორსას უზემდოდა მეკითხა. მოკლედ, ერთ საათში დავბრუნდები და გავიდე. აი, გინდა. ან ადგილი სად უნდა გამოუძებნოთ იმ ახალ თანამშრომელს? თავზე ხوار დავისვავთ არა? აი შეგვიძლია საწყობი დავცალოთ, მაინც 1000 ხარახურადებს. კი საქმე არა მაქვს, ეხლა იმ ხლამში დავიწყებ ბუჩკნაობას ვიღაცის გამო რა. მოგზადეს და დაალაგოს თვითონ. ეს მოსვლა გადაწყვეტილი ამბავია. ვიცი, ხა ზურამ თუ რამე მოინდომა ის რომ გადაწყვეტილი ამბავია, ეგ ხო კარგად იცი. ეს კარგი არქიტექტორი არ გვაწყენდა ნამდვილად. ის ერთ კაი უფროსიც არ გვაწყენდა. დადის მოჟამული სახით. ხო ვიხუმრე. ვიცი, მე თუ მკითხავთ ამ ერთი კანტორისთვის ისედაც ბევრი ვართ. ზურას ადგილას რომ ვიყო, თუ ვინმე ახალს მივიღებდი, რომელიმე ძველს გავუშვებდი. ბატონო. ამით რისი თქმა გინდა? არაფრის. გარდა იმისა, რა თუ თქვი? არ არის ბატონო აქ იმდენი სამუშაო, რომ სამი არქიტექტორი შეესიოს. იცი, იმედია ზურაც ესე არ ვიქრობს. მე მგონი ეს ყენა. იმიტომ გავიდა? ცივი წყლის დასალევად. ინდეტასო სანამ ურსულად ვარ კიდევ ერთი სოსი და სადღაც ქუჩაში გავაჩენ ბავშვს ზრებს მოვედი აქამდე ისევ ნერვიული რას მიყურე ფენები მე არ ნერვიულო ეს მეხუთე ბავშვს მაინც აჩენს მე კიდე ერთი მყავს და იმასაც მართნა ვაიმე ჩემი სიკვდილი ღმერთო შენ გვიშველე ვინ გართმევს დასა და ჩემი ყოფილი ქმარი ნათი კარგი რან უაშინებ წესიერად უთხარ რომ არ არტმევს უბრალოდ გუგას მიყავს ახალწელს ბავშვი მე ცოტა ну თქვენ მაგასთან ესე იგი შეიკრიბებით ოჯახებით ყველა ბავშვებით და მე უნდა მივიდე იქ მარტო და უბედური ვაიმე მოგიკვდი შენ დას რო არ გავატანო აი ნათი როგორ არ გავატანო ეხა თავის შულს ისეთი რაღაცები შეპირდა იქ ბუდაუში ღამის რეალია ახალ თხილამურებსაც ქიყიდია და ეს მაგარი იციან რა ოხონდ ბავშვი გადმოიბირონ არგინათი ანუ სულელობ რა გადაბირება და რა გადმობირება წაიყვანს ორი დღით და მოიყვანს თან ხა ზოსიკოსაც თუ უნდა რა მოისყიდა ბავშვი და კარგი რა აბა ერთი გაბედოს ბავშვით манипуლირება რა აქ არ ვარ აუ ისე ხო დასო ხო იცი ელენეს ეგეთები არ ეშლება ეხლა რო გაატანო და მე დავაკვირდეთ ატანათია ვატან ზოსიკომ ისე მთხოვა რომ როგორ არ უნდა გავატანო ხო და წავიდეს მე თან ხა ჩვენ გაგართობთ აქ თუ მოგენატრება ჩავსხდებით მანქანაში და ავად გუდაურია რა შვეიცარია ხო არა ვიმილენი რა საყვარელი ხარ როგორ ყველაფერში პოულობს გამოსავალს ნახე რა მაგარი რაღაც გითხრა ხო რა ვიცი გინდა შოპინგზე წავიდეთ ჰა ნუ შენ წახვიდე მე ვერ წამოვალ და
ძალიან დიდი მადლობა ლენთი. შევას როგორ გამოიყარე, მე ვერაცას როგორ გამოიყარე. რაო, გადავაცდენთო, ერთ-ერთ შაბათს საკონტროლო უნდა ავადგინოთო. აუ, მოიცოდი, ალბათ ამრიგებელმა რო გითხრა ეს გაცნაების საპატიო ჩაგეთვლებათო. არ ვიცი. აუ, მე მეზდარება შაბათს მოსვლა და საკონტროლოს წერო. სანდრო მე რომ გაიგოს შემჭამს. იმის გამო დავთანხმდა, რომ რეპეტიციების დროს გაკვეთილებს გავაცდენო. ნუ შეიძლება ამის მერე აღარ იაროს. რა ვიცი, არ არის და ნულის. შენ მაგაზე არ იდარდო. ძალიანაც არ დაგვაგდება. როგორ არა? ძალიან კაი იყო. ხო, ის გამოდიოდა მაგრას ტრიალი. რა გინდა, ბოლოს ხო კარგად გააკეთა. მაშინ 2 საათის მერე ნუ არ აუშავდა. ნუ დასცინი. ბეჭარ ხარ ერთ სულს გამიგდა. შენ თვითონ გაგეცეკება. აუ, მოიცადი, რა ლამაზი ფოტოა. როდის გადაიღე? ძალიან მომწონს. ეცე კიდე ერთს განახებ და ამას ჩაგიგდებ მაინც და. აი მე რა საყვარელია. რა საყვარელი, ნახე რა მოუქნელია. რა გინდა რაღაცებს ნუ იკონებ. გინდა წამოწაგიყვანოთ? აუ მინდა, მაგრამ სანდროს ვალორები. აუ მეც დაგელოდებოდით. მაშო დე დროზე გვეჩქარება. ატა გაუწყდეს ფატოები ჩამიყარა. აჰა. ცოტა ნელა მომოწოდები, რა თვალები აღარ აჩემი, ამიხადა თავი კაცო. მე მეფეთ ნელა მაწვდიოდა. ნახე ვანო, სამთვეში როგორ გაგიცნო. და ძალიან კაი თუ გამიცნო. მადლობა. აბა როგორ არის ყველაზე მშრომელი ხალხი? რა არის ნიკა, მარტო მე რომ მესალმები სხვებიც არიან ამ. ხო, ესეთი მაგრები ვართ. მე კი ხართ, დამიჯერე. ძალიან ბევრი კომპანიაში დავდივარ და ნამდვილად ხართ. ესე იგი, კარგ კორპორატიულსაც ვიმსახურებთ. უი, ახალი წელი კაცო, სულ დამავიწყდა. რა უზურამ სადვიქე ფოთო? შენ და ლიზამ მოიფიქრეთ ადგილიო, მე სხვებთან შეათანხმეთო, მე ბიუჯეტი დათვალეთ და ჩემთან შეათანხმეთ ეკო. დიდია ბიუჯეტი. ესე არ უთქვამს, თქვენ მითხარით რა. თქვენ მე მოიწოდოს რა დროს ეს არის მოვიფიქროთ მე ესე იგი დავიწყეთ ასეტრინა წვადი ერთი შეკითხვა მაქვს შენთან გისმენება დედას გაფიცებ მითხარი რა ახალი თანამშრომლის აყვანის საშუალება თუ გვაქვს რა იყო იმის მეყონა გინდა არა ისე გეკითხები ესე გებჟალია ანუ ერთი წუთით რა დაგემართა პასუხს ველოდები რავი რა გითხრა ამ ბიუჯეტით ახალი ვინმე მოვიყვანოთ არ ამგონია მაგრამ თუ თავისი დამკვეთებით მეო მე შეიძლება დამკვეთებით არა დიპლიპიტოთი რატო რა იცი კაი რა ისა ხაჭაპური არ დაგვაუწდეს შენ ხო იწერდი რასაც კარნახობდი კაცო არა ბატონო ვანა წამეთ აბა შენ ძვალი კარტოფილი დაიღავი ძიმითროშებს ჩაუწიო სადაც ისე მოქვს დაწეული რომ ასე მგონია მუნჯი კინოს უყურებ ვითომ თემურიმ წამოიწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამარჯობა მოდი აქ ვარ მაკა ძალიან უწოდი რაღაც მინდა განახო არ მეკოს არ შეგიშტო სადაც ვინც აკროვა მოკლედ ხო არის ფინალი და რაღაც ნახაზები წამოვიღე თავისუფალი თემისთვის ნახე აბა კაფეა ეს? ხო ნუ უფრო თავისუფალი სივრცე მოგწონს ძალიან მართლა? ხო აი ერთი შეხედვით ერთი სივრცეა მაგრამ კარგად გაქვს დაყოფილი ხო ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა აი ნერვიულობდი ძალიან ხო და ნუ ნერვიულობ შენ იცი რას უფრო დარწმუნებული იქნები შენს თავში მით უფრო კრეატიული ნამუშევრები გამოგივა მადლობა არაფერი გინდა ჩაი არა მალე უნდა წავიდე მაია მელოდება თან და ადრე მინდა დავიძინო ალბათ როგორ ამაყობს კი ძალიან და ხვალ რო გაიმარჯვებ მე საერთოდ გაგიჟდება ხო არ მოდის
სამზე აქ რაღაც სპექტაკლი თუ რეპეტიცია სპონსორებთან. და ვერ მოდის. კი, არა უშავს რა მოხდა, მე დიდი გოგო ხარ უკვე. აი მე რო ვიყავი შენ ხელა. მე მიყვარდა ეგეთ რაღაცებზე მარტო სიარული. რატო? რა ვიცი, უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ხო, აი მე კიდე პირიქით მიყვარს, როცა გულშემატკივრობენ. ხო და მე გულშემატკივრობ. მაგრამ ვერ მოყვები მაპატი. არ მაგიტო არ მithქვამს, უბრალოდ მინდოდა რომ წამოსულიყო მაია. ზუსტად ვიცი რომ მაიასაც უნდოდა რომ წამოსულიყო, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ხდება ესეთი რაღაცები. კაი, წავედი მაშინ მე და კაი და რომ გამოხვალ. კი, დაგირეკავ ეგრევე. კარგად. აბა შენიც. საომშიტოვის. ნასერთ გამახარა ნუკა მომსაღამოს. მე თანცოდ დამასებდიან. აი ხო ვითომ დიდი გოგოა. ყოველ შემთხვევაში თვითონ გონია რომ დიდია. თან პატარაა, ეშინია. და უნდა რომ კონკურსებზე ყველგან დედა დაყვებოდეს. თავიდან ძალიან გავფრაზდი მაიაზე, მაგრამ მე რო დავფიქრდი, ნუ რა ქნას იმანაც. სამსახურია. თან ის სპონსორი ძლივს იშოვეს და ეხლა რომ დაკარგოს ის სამსახური და კარგი დედა იყოს. მე რა ქნას, ანუ ამ ბავშვს მე როგორ უპატრონოს. ძალიან რთულია მარტო ხელდედობა. ყველაფერზე შენ გიწევს ფიქრი, ყველაფერზე შენ უნდა ირბინო. ანუ აი მთელი ეს პასუხისმგებლობა მარტო შენ უნდა აიღო საკუთარ თავზე. აი მე საზარო არ მყავდეს. რა მეშველებოდა, წარმოდგენაც არ მინდა. წავედი ახ დავიძინე თუ რა ამაზე ფიქრით, დღეს კი არა, საერთოდ ვერ დავიძინებ ვერასოდეს. და ძამეძინება. მე დაიძინებ. ირენ რა მოხდება აქ რო დარჩეს? არა, მამა შეპერდი რომ რას დისკი მიყიდა და უშენც არ ვითამაშებოდა. და რო დაურეკო? კიდე გამორთული აქვს რა. საწავიდა ეს ბიჭი. ყოიჭვიანო? კიდე რას ვეჭვიანობ, ნერვიულობ. 8-ზე გამოგევლინო და 10 ხდება უკვე. თან გამორთული აქვს. ნუ, შეიძლება დაუჯდა. ხო, შეიძლება, მაგრამ აი ვინმეს ტელეფონიდან ერთი ზარი მაინც რო გამოუშვას, დაიქცევა ქვეყანა. კარგი რა, ელენე, კაცები რო ესეთ რამებზე ფიქრობდნენ. ძალას ფიქრობთ. შენ გამონაკლისი ხარ ბება? მამაც. კარგი, მამაც გამონაკლისია. და მოდი შენ დარჩი ბებოსთან, მე მამას გავუვლი სამსახურში, ხო? და დილა სკოლაში ერთად წაგიყვანთ. არა, მე წამო. კაი, არ მინდა რომ შუაღამისას შენ ციბოდიალო რა. და შენ მარტო წახო? ნუ მე უკვე დიდი გოგო ვარ, ხა დედა წავალ რა. კაი, ელენე, რადგანაც ვერ ისვენებ, წადი, გიას მე მივხედავ.